მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს ვისაუბრებთ საუკეთესო რეჟიმი რომელია წონაში კლებისთვის, რამდენჯერ ჭამა ჯობია დღეში წონაში კლებისთვის. გვაქვს განსხვავებული დიეტები, იცით, განსხვავებული კვებითი რეჟიმები, მაგრამ მათ საერთო აქვთ ყველას რომ არის კალორიების შეზღუდვა. ანუ არც თქვენ ვერ იპოვით დიეტას, რომელიც გეტყვის რომ ჭამე უზომო რაოდენობით და დაიკლებ, ასეთი არ არსებობს. ასევე არ არსებობს პრეპარატი, რომელსაც დალევ და გეტყვის რომ შენ ეს დალიე და მიუხედავად იმისა, რამდენ შეჭამ დაიკლებ. ასევე არ არსებობს რეკომენდაცია, რომელიც გეტყვის რომ ფიზიკურად არ იმოძრაო და დაიკლებ. ანუ ვარჯიში, ფიზიკური კვება, ფიზიკური აქტივობა, კვება რაციონის შეზღუდვა, ანუ ნაკლები კალორიის მიღება ვიდრე გჭირდება. და ვინც საკვებ დაამატებს, იღებს საკვები დაამატებები, შეიძლება ჩავთვალოთ და მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი განსაზღვრელი არის როდის ჭამოთ. ამ კითხვაზე პასუხი. რამდენჯერ ჭამოთ დღის განმავლობაში? ორი ძირითადი მიდგომა არსებობს ამ საკითხზე. პირველი არის დღეში ერთხელ ჭამა, ან დღეში ორჯერ. ამას მეორენაირად ჩვენ ვეძახით ინტერვალურ შიმშილს, ან ხანგამოშვებით შიმშილს. მეორე მიდგომა არის დღეში 3ჯერ ჭამა ან 4ჯერ და დღეში 3ჯერ ჭამა ორი შუაში პატარა წახემსებით. ეს მიიჩნევა ყველაზე კლასიკურ კვებით რეჟიმად და უფრო მეტი გაიდლაინები, წონაში კლების გაიდლაინი მოიხსენიებს ამ რეჟიმს როგორც საუკეთესოს, მაგრამ არ არის ეს უნივერსალური. ინტერვალურ შიმშილს აქვს თავისი დიდი პლუსები, რომელზეც ვისაუბრებთ, ასევე აქვს თავისი შეზღუდვები და ამ დღეში რამდენჯერმე ჭამასაც აქვს თავისი პლუსები და შეზღუდვები და ამაზეც ვისაუბრებთ. და ბოლოს შევაფასებთ რომელს რა პლუსები და მინუსები აქვს, ერთმანეთის გვერდ დავაყენებს და რომელი ჯობია და მაგის მიხედვით შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება და შეგიძლიათ გააწყვეტოთ თქვენზე მორგებული და თქვენთვის რომელია საუკეთესო. მაქვს გაკეთებული კიდე ცხრილი, რომელსაც ბოლოში გაჩვენებთ, შედარების ცხრილი, სადაც ვიზუალურად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ უკეთესად ამ ორი კვებითი რეჟიმის შედარება. ანუ დღეში ერთხელ ჭამა, თუ დღეში 3ჯერ ჭამა, რომელი ჯობია და რომლის დროს უფრო უკეთესად დაიკლებთ, რომლის დროს, რომელი უფრო უსაფრთხოა და რომლის დროს უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ დაიკლოთ და გრძელვადიან შეინარჩუნოთ. დავიწყოთ ინტერვალური შიმშილით, ანუ როცა დღეში ერთხელ ჭამ, ერთხელ ან ორჯერ. ავიღოთ დღეში ერთხელ ჭამა ამ შემთხვევაში. ერთი დიდი დადებითი აქვს, რომ რაც კვლევები ტარდება, ეს კვლევები კონსისტენტურად აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც დღეში ერთხელ ჭამენ, უკეთესი ინსულინის მგრძნობელობა აქვთ. ანუ ინსულინ რეზისტენტობას აუმჯობესებს. განსაკუთრებით ეს კარგია იმ ადამიანებისთვის, ვინცაც აქვს დიაბეტი ან ინსულინ რეზისტენტობა. აქ იქნება კითხვა, რომ შეიძლება თქვას ადამიანმა, აბა მე მაგალითად ხო იმ ერთ ჭამას ხომ ბევრს ჭამ, იმიტომ რომ ხომ დავაბალანსო ის მთელი დღის ცოტა ჭამების ნაცვლად ერთხელ ბევრს ჭამ, ხო? და ეს არ გაუარესებს ინსულინ რეზისტენტობას და გლუკოზის დონეს არ აწევს ზევით და რანაირად აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს კითხვა ვალიდური კითხვაა და ამ კითხვაზე ნამდვილად არის ის საკითხი, რომ თუ ადამიანი მაგალითად იმ ერთ ჭამას სულ შოკოლადებს შეჭამს ან ნამცხრებს შეჭამს, ნამდვილად ინსულინის დონეს გაუარესებს, მაგრამ არის მიდგომა, რომელთაც შესაძლებელია ისე დაგეგმო ეს კვებითი ერთი დიდი ჭამა და ისე გაანაწილო კალორიები და ისე გაანაწილო საკვები, რომ ინსულინის დონე და გლუკოზის დონე ნაკლებად ავიდეს ზევით. და გლუკოზის სპაიკი ნაკლებად იყოს და მეტიც კვლევები აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ჯამურად მაინც ინსულინის დონე და გლუკოზის დონე უფრო მეტად სტაბილურდება ხანგამოშვებითი შიმშილის დროს. გლუკოზის დონის სტაბილურობაში არ გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომ მაინც და მაინც სტაბილური დონე ქონდეს, გულისხმობ უფრო იმას, რომ ინსულინის მგრძნობელობა იყოს გაუმჯობესებული და ამიტომ არის, რომ იმ ადამიანებს, ვინცაც ინსულინ რეზისტენტობა აქვთ ან პრედიაბეტი აქვთ, ზოგჯერ და ბევრ შემთხვევაში
მკვეთრად, გამოკვეთილად წარმატებულია ასეთი ადამიანებისთვის ინტერვალული შიმშილი, რადგან უმჯობესდებათ ინსულინ რეზისტენტობა. რა თქმა უნდა, აქვე ვიტყვი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენს ჭამ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ერთ ჭამაზე, რას ჭამ, იმიტომ რომ ყველა კალორია არ არის ერთნაირი. მეორე დიდი პლუსი რაც აქვს ინტერვალულ შიმშილს არის ავტოფაგია. ავტოფაგია ზოგ ადამიანს ეშლება მაგალითად როგორც ტოქსინებისგან გაწმენდა ორგანიზმის და უფრო მეტად როგორც აი ვთქვათ რამე თუ დაზიანებული აქვს ადამიანს, ეს დაზიანებული აღდგება ავტოფაგიის დროს. ეს არ არის მთლად ასე, ავტოფაგია არის, როდესაც ორგანიზმი უჯრედების დონეზე თვითონ დაზიანებულ უჯრედებშივე თავის თავში ინელებს დაზიანებულ ორგანელებს. ანუ უჯრედის დონეზე თუ რამე არის გაფუჭებული, იმ თავისას მოინელებს. ეს არის ავტოფაგია. ამიტომ არის აქ ადამიანებს გაუგებრობა აქვთ ხოლმე გონიათ, რომ მაგალითად აი სიმსივნური უჯრედი თუ არის, ორგანიზმი ამ სიმსივნურ უჯრედს შეჭამს, მოინელებს და ადამიანის სიმსივნე აღარ ექნება და ამას უკავშირდებენ ავტოფაგიას. ანუ ეს არ არის ავტოფაგია. ავტოფაგიის დროს სიმსივნური უჯრედის მონელება კი არ ხდება, არამედ სიმსივნური უჯრედიც შეიძლება გაუმჯობესდეს და გადარჩეს. ანუ უჯრედების გაუმჯობესება ხდება, მიუხედავად იმისა, ეს უჯრედი არის სიმსივნური უჯრედი თუ ორგანიზმის ჩვეულებრივი უჯრედი. ამიტომ, ანუ ამითი იმის ხაზგასმა მინდა, რომ ავტოფაგია არ არის უნივერსალურად კარგი, მაგრამ კარგია და ჯამში პოზიტიურ მოვლენად ითვლება და მიიჩნევა, რომ ორგანიზმისთვის სასიკეთოა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოტენციური რისკი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ჯამში მიიჩნევა, რომ მაინც კარგია და ავტოფაგია არის ინტერვალული შიმშილის ერთ-ერთი კარგი მახასიათებელი. ავტოფაგია ორგანიზმში მიმდინარეობს სრულ, მაგრამ მიმდინარეობს დაბალი ტემპით და დაბალი დოზით. ავტოფაგიის დონე იზრდება დაახლოებით 16 საათიანი შიმშილობის მერე, პიკს აღწევს 24 საათიდან 48 საათის განმავლობაში. ამიტომ ადამიანები, რომლებიც დიდხანს შიმშილობენ, შედარებით უფრო მეტად აქვთ ავტოფაგია. და მესამე დიდი უპირატესობა ხანგამოშვებითი შიმშილის არის, ან ინტერვალული შიმშილის, რომ ადამიანები ესეთ დროს უკეთესად ikლებენ. ანუ კვლევით დასტურდება, რომ განსაკუთრებით მოკლევადიან პერიოდებში იმ ადამიანებს, ვისაც მოკლე ვადაში უნდა დაკლება, ეფექტური წონაში კლებისთვის გამოსადეგია შიმშილობა, გამოსადეგია ინტერვალული შიმშილი. ეხლა რა აქვს უარყოფითი მხარეები? პირველი უარყოფითი მხარე ინტერვალულ შიმშილს აქვს ნუტრიენტების დეფიციტი, ან საკვების დეფიციტი, მაგალითად ვიტამინების, მინერალების, მაგალითად D ვიტამინის, მაგნიუმის, კალიუმის, კალციუმის, ბოჭკოვანის გააჩენა, როგორ დააკომპენსირებ კვებას, იმიტომ რომ ერთ კვებაში ძალიან ძნელია რომ ყველაფერი მიიღო, რაც გჭირდება. მეორეს მხრივ შეიძლება ზოგ ადამიანებში შიმშილი გააძლიეროს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ინტერვალული შიმშილი ამცირებს მადას, ამცირებს გრელინის რაოდენობას. გრელინი არის კუჭის ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია შიმშილზე, ანუ შიმშილს აძლიერებს, ამ ჰორმონის რაოდენობა მცირდება, ანუ შიმშილი მცირდება ინტერვალულ შიმშილის დროს, მაგრამ ზოგ ადამიანში აქვს პირიქით ეფექტი და დაახლოებით 30% ადამიანში შეიძლება განსაკუთრებით პირველ კვირებში გააძლიეროს შიმშილი და ეს არის მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დიდი უარყოფითი მხარე. შესაბამისად, ან შიმშილის გაძლიერება და ბევრის ჭამის, ანუ ვინაიდან პატარა აქვს ადამიანს ფანჯარა, შეიძლება თქვას, რომ მე მაინც აი ამ 2 საათის განმავლობაში უნდა შევჭამ და მოდი 2 საათის განმავლობაში შევჭამ რაც შეიძლება ბევრს და ამ 2 საათში შეიძლება ადამიანმა შეჭამოს 10,000 კალორია, მაგრამ 1500-ის ნაცვლად. ეს იმდენად დიდი უარყოფითი მხარეა, რომ
ძალიან ბევრ შემთხვევაში deal breaker-ია, ანუ მთლიანად აანგრევს მთელ წონაში კლების იდეას და არა თუ იდეას არამედ შეიძლება ადამიანი მიიყვანოს კვებით აშლილობამდე, ამიტომ აქ ფრთხილად თუ ადამიანს არ აქვს ძლიერი იცი რა შეიძლება ადამიანს ქონდეს ძალიან ძლიერი ნებისყოფა, მარტო ნებისყოფაზე არ არის. თუ კი მადასთან და გადამეტებული ჭამასთან პრობლემები აქვს და უჭირს გამკლავება, მაშინ ესეთი კვების რეჟიმი თქვენთვის არ არის. თუ შეგიძლიათ პორციების ზომის გაკონტროლება კარგად, მაშინ ძალიან კარგია ხანგამოშვებითი, ანუ ინტერვალული შიმშილი, თუ პორციებს ვერ აკონტროლებთ, მაშინ არ არის კარგი. და არ არის რეკომენდირებული ზოგიერთი პოპულაციისთვის, მაგალითად ორსულებისთვის, ორსულებს განსაკუთრებით ბავშვის დაგანვითარებისთვის გლუკოზის სტაბილური დონე სისხლში აუცილებელი და ინტერვალული შიმშილის დროს შესაძლებელია რომ გლუკოზის დონე დაეცეს ზოგჯერ. მეორეს მხრივ ადამიანები რომლებიც ძალიან ფიზიკურად აქტიურები არიან, მათ შეიძლება გლუკოზის დონე ასევე დაუვარდეთ, იქენ გამომდინარე რომ მათი ორგანიზმი დიდი რაოდენობით გლუკოზას მოიხმარს, მათ შორის სპორტსმენები და არ არის რეკომენდირებული ადამიანების, რომელსაც აქვთ კვებითი აშლილობები, როგორც არის ანორექსია, ბულიმია ან binge eating disorder, ესე ქვია, ანუ ბევრს რომ ჭამენ ერთ დაჯდომაზე ძალიან ბევრს და ჩქარა და მერე დანაშაულის გრძნობა აწუხებთ. ამ შემთხვევაშიც უარყოფითია და არ არის კარგი. რატომ არ არის კარგი? იმიტომ რომ შეიძლება აი ზუსტად იმ ფანჯარაში, როცა ჭამის ფანჯარა, ადამიანმა ჭამოს ძალიან ბევრი და ვისაც ბულიმია აქვს, ეს პრობლემა რეალურად უდგას ხოლმე როგორც წესი, ვისაც ანორექსია აქვს, პირიქით შეიძლება საერთოდ არ ჭამოს და ისეთ სერიოზული პრობლემები შეექმნას მის ორგანიზმს, რომ ლეტალურადაც დასრულდეს. ამიტომ თუ ადამიანს ანორექსია ან ბულიმია აქვს, მაშინ არ არის რეკომენდირებული ინტერვალული შიმშილი. ახლა მოდი ვთქვათ იმ კვებით რეჟიმზე, რომლის დროსაც ადამიანი ჭამს 3-ჯერ, ანუ 4-ჯერ დღის განმავლობაში. და რა აქვს უპირატესობა და რა აქვს უარყოფითი მხარე. უპირატესობა ერთი აქვს, რომ გლუკოზის დონე სტაბილურია და ინტერვალული შიმშილის დროს თუ შეიძლება რომ აი გლუკოზა დავარდეს და ადამიანს ქონდეს რაღაც სიმხელების კანკალი და ძლიერი შიმშილი და ესეთი რაღაცები არ აქვს. მეორე დიდი დადებითი მხარე აქვს, რომ ძლიერ შიმშილს არ იწვევს, ან როდესაც ცოტ-ცოტას ჭამ დღის განმავლობაში, რამდენჯერმე კმაყოფილი ხარ ჯამში და ძალიან არ გშივდება და ეგ ბევრის ჭამისგან გიხსნის, რაც ცალსახად კარგია. ასევე არის რომ ადვილად შესაძლებელია რომ დააბალანსო დიეტა, ანუ მიიღო ის ვიტამინები და მინერალები, რაც გჭირდება, იმიტომ რომ ვთქვათ, დილით შევჭამ კვერცხს, მერე შევჭამ ბოსტნეულს, მერე შევჭამ ხორცს და მიიღო ყველაფერი დღის განმავლობაში, რაც ძნელია ინტერვალული შიმშილის დროს, იმიტომ რომ ინტერვალული შიმშილის დროს შეიძლება უბრალოდ ჭამო ერთი სახეობის საჭმელი ძალიან გინდოდეს ის და ვერ შეიკავო თავი და მერე ან ძალიან ბევრი უნდა ჭამო მერე იმისთვის რომ დააბალანსო ან საერთოდ არ ჭამო იმ დროს. შესაბამისად ნუტრიენტების ან საკვები ნივთიერებების და საკვები რაც საჭირო, მათი დეფიციტი ბევრად ადვილია განვითარდეს ხანგამოშვებითი, ანუ ინტერვალული შიმშილის დროს, ვიდრე ხშირად ჭამის დროს. ეხლა ვთქვათ უარყოფითი მხარე რა აქვს. პირველი მთავარი უარყოფითი თვისება და მახასიათებელი ხშირი ჭამის არის, რომ ძალიან ადვილად შეიძლება რომ მოგივიდეს ბევრი. აი ჭამო ერთხელ, მეორედ, მესამედ და მოდი ამასაც შევჭამ და სულ ჭამაში იყო. ბევრი ადამიანის პრობლემა ეგ არის, განსაკუთრებით ადამიანებს, რომელსაც კომპულსური ჭამა აქვთ, ანუ მექანიკურად რომ ჭამენ, გაუცნობიერებლად რომ ჭამენ. მეორე მნიშვნელოვანი უარყოფითი მახასიათებელი არის, რომ არ არის ყოველთვის ხელსაყრელი. თუ კი ინტერვალული შიმშილის დროს, თქვათ, ერთხელ ჭამ დღეში და დანარჩენი დრო ჭამისგან თავისუფალი გაქვს,
აქ უნდა იფიქრო ჭამაზე შეიძლება მთელი დღე რომ მოდი ახლა ეს ჭამო მე უნდა წინასწარ დაგეგმო რომ ახლა ეს ჭამო იმისთვის რომ ბოლო წუთის არაჯანსაღი არჩევანი აიცილო თავიდან მუდმივ დაგეგმაში უნდა იყო რაც არაპრაქტიკულია და მესამე არის რომ ის მეტაბოლიზმის პრობლემები რაც ვთქვათ ამ შემთხვევაში ინტერვალურ შიმშილში ნათელია რომ ინსულინის სენსიტიურობას აუმჯობესებს დროთა განმავლობაში აქ ასე ნათელი არ არის. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ძალიან დიდ პრობლემად, იმიტომ რომ შეიძლება ზოგ შემთხვევაში აუმჯობესებს, მაგრამ ისეთი გამოკვეთილი უპირატესობა ეს არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აქვს სახელი ამ ასეთ კვების რეჟიმს, რომ მეტაბოლიზმისთვის არის საუკეთესო და მეორეს მხრივ კიდე არის, რომ არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ მეტაბოლიზმის ბუსტს აკეთებს ბევრჯერ ცოტა ჭამა, ანუ მეტაბოლიზმს აჩქარებს, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა სწორი და უფრო მეტად მნიშვნელობა აქვს დღის განმავლობაში რამდენ კალორიას მიიღებ, ვიდრე ის რამდენჯერ მიიღებ, ამიტომ ჯამურად მაინც ეს მეტაბოლიზმის შესახებ მითები უფრო ასოცირებულია ამ ბევრჯერ ცოტას კვებასთან. ხო, ეხლა შემაჯამებლად რო ვთქვათ, თუ კვებითი დარღვევები გაქვთ, ერთმნიშვნელოვნად ჯობია რომ რამდენჯერმე ჭამოთ დღის განმავლობაში, იმიტომ რომ აიცილოთ ერთად ბევრის ჭამა, რაც ცალს ახაც ძალიან ცუდია და ერთმნიშვნელოვნად თუ სპორტსმენი ხართ, მაშინაც ჯობია რომ ცოტა ჭამოთ და ხშირად, თუმცა ანუ არსებობს შემთხვევები, როცა ესე არ აკეთებენ და წარმატებით გამოდით, მაგრამ მაინც უმეტესი პრაქტიკა გვეუბნება, რომ თუ სპორტსმენი ხართ ან ფიზიკურად აქტიური ხართ, მაშინ ჯობია რომ ჭამოთ რამდენჯერმე დღეში, ორსულობაშიც იგივე შეიძლება ითქვას. ეხლა შედარება მაქვს აქ გაკეთებული, იმედია ჩანს ეკრანზე და ეხლა როგორ არის ინსულინის მგრძნობელობას აუმჯობესებს ეს პირველი სვეტი არის ცოცოლას ჭამა ბევრჯერ, მეორე სვეტი არის ისა ხანგამოშვებითი შიმშილი, ანუ ინტერვალურ შიმშილი და ინსულინის მგრძნობელობას დაახლოებით 10-დან შევაფასოთ 7 ქულა ეკუთვნის ცოცოლას ჭამას ხშირად, 8 ქულა ეკუთვნის შიმშილობას, ინტერვალურ შიმშილს, ანუ აქ ერთმნიშვნელოვნად ჯობნის ინტერვალური შიმშილი. გლუკოზის სპაიკების კუთხით, ანუ მაგალითად გლუკოზის სპაიკები რა არის, რომ შეჭამე ბევრი ტკბილი ერთბაშად, გლუკოზა ავარდა, მე ჩამოვარდა, მე კიდე მოგინდა გლუკოზა და ეს მან კი ერთ წრეში რო შეხვიდე ამის საშუალებას არ გაძლევს ხშირად ცოცოლას ჭამა და ცხრიანს დაუწერდი და ეს დიდი დადებითია ინტერვალურ შიმშილს 7-იანს და აქ აშკარად ჯობნის, ამიტომ არის რომ თუ ადამიანს ეს მანკიერი წრები აქვს ჭამის, რომ მე ვეღარ ჩერდება, მაშინ რა თქმა უნდა ცოტას ჭამა ჯობია იმ ადამიანებისთვის, ვინც ჭამს ერთ დაჯდომაზე ბევრს. შიმშილობასაც ბევრად უკესაც რგუნავს, მოკლედ ის ცოტას ჭამა ხშირად, 8-იანს დაუწერდი და 6-იანს დაუწერდი ინტერვალურ შიმშილს. გრძელვადიანად რამდენად ადვილია, რომ გრძელვადიანად მიყვე ამ გზას, 9-იანს დაუწერდი ცოტას და ხშირად და 7-იანს ხანგამოშვებით შიმშილს, ვინაიდან ძნელია ადამიანებს უჭირთ ხანგამოშვებით შიმშილის და ინტერვალურ შიმშილის მიყოლა დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით 1 წელზე მეტი დროის განმავლობაში. ჯანმრთელობისთვის სარგებელი 7-იანი კარგად შესწავლილია, მოკლედ ეს მცირე პორციებით ხშირი ჭამა და აქ ვინაიდან ავტოფაგია ემატება, ამიტომ და ინსულინის მგრძნობელობის გაუმჯობესება, ამიტომ 8-იანს დაუწერდი ინტერვალურ შიმშილს. ავტოფაგიაში რა თქმა უნდა 3-იანი ხშირად ჭამას და 8-იანი ხანგამოშვებით შიმშილს და ეფექტურობაში 7-იანი რამდენჯერმე ჭამას და 8-იანი
ინტერვალურ შიმშილს უსაფრთხოებაში ცხრიანი ცოცხლას და ხშირად ჭამას და 7-იანი ინტერვალურ შიმშილს. ინტერვალურიც არ არის საფრთხიანი, მიიჩნევა უსაფრთხოდ, თუმცა ვინაიდან არის შეზღუდვები ორსულობაზე, არის შეზღუდვები ადამიანებში, ვისაც კვებითი აშლილობები აქვს, ამიტომ ცხრიანს და რვიანს ვერ დაუწერდი ამის გამო, ვინაიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი შეზღუდვები აქვს. ხო, აი ესენია, ჯამში ხარ რო შეხედოთ, ეგრევე ჩანს ცხრიანი, აქ რვიანებია, ცხრიანი თითქმის არაფერში არ აქვს იმას ინტერვალურ შიმშილს, განსაკუთრებით უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით გრძელვადიანად მიყოლაში და თუ თქვენ აქცენტს აკეთებთ გრძელვადიან მიყოლაზე და უსაფრთხოებაზე, მაშინ რა თქმა უნდა, 3-ჯერ დღეში ჭამა, 2 პატარა იმითი წახემსებით შეიძლება მივიჩნიოთ საუკეთესოდ. ამას ვიტყოდი, მე სუბიექტურ აზრს ვიტყვი ჩემსას, რომ მე მიყვარს ძალიან ინტერვალური შიმშილი, არ ვიცი რატომ, ანუ ეს ვიტყვი იმასაც, რომ არარაციონალურად მიყვარს, ალბათ, უბრალოდ ვიცი რატომაც მიყვარს, იმიტომ რომ მე არ მიყვარს, როცა საჭმელზე ვფიქრობ. არ მინდა რომ საჭმელზე ვიფიქრო. და არ მინდა რომ სულ ეხლა რა ვჭამო, ამაზე ვიყო. ამიტომ მირჩევნია ხოლმე რომ მაგათ დავგეგმო დღე ერთხელ და ის ერთხელ კარგად ვჭამო, თუნდაც 2 საათიანი შუალედში და მერე ვიცოდე რომ აღარ შევჭამ და შემიძლია რომ მაგალითად ვიმუშაო ის დრო, რაც მინდა ვაკეთო მთელი პერიოდი, ვიდრე ის რომ საჭმელზე ვიფიქრო დილიდან საღამომდე. ამიტომ არის რომ მე მაგალითად ინტერვალური შიმშილი მომწონს. ხო, ავტოფაგიის იდეაც მომწონს იდეაში, მაგრამ მან მაქვს კითხვის ნიშნები და ამიტომ დიდად რომ თქვა რაღაც ავტოფაგიის ფანი ვარ, არ ვარ, მაგრამ ვხედავ რაღაც დადებით პოტენციალს მანდაც, თუმცა არა ისე რომ გამოვედევნო რომ რაღაცა, თუმცა შიმშილობებიც გამიკეთებია, ვაღიარებ, გულისხმობ 1 დღიან შიმშილობას, ან 48 საათიან შიმშილობას, ეხლა სადაც 18 საათიან შუალედებს ვაკეთებ კვებებს შორის. აი ეს იყო რის ხმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.